დღევანდელ ვიდეოში ჯეტია ხუჭი შევეცდები რომ ფრანკლინის ცხოვრება გავხადო უფრო საინტერესო და შემოგთავაზოთ ისეთი ვიდეოები რომელიც ადრე იდებოდა ხოლმე ჩემს მეორე არხზე და ვინ აკაკუნებს ახლა კარზეტო? მოვდივარ. ვინ არის ამ დილაუთენია მეთქი ახლა ცხოვრებას ავიწყობ რაღაც, მაგრამ ვინ შეგარგებს? გისმენ? ვინ ხარ? აკეთაკეთ ფრანკლინ, აკეთე მოდი ერთს. სიმიონ და მე გადავობი რამდენი ფული აქვს ამას მაგიტაზეთო? ფრანკლინ მოკლედ დღეს ეს თითქმის მილიარდი დოლარი შენ უნდა გახდეს უბრალოდ. უნდა შემისვლო რაღაც დავალება რა. მილიარდი დოლარი ჩემი უნდა გახდეს, მაგრამ რა უნდა შეგისვლო ეგეთ რომ მილიარდი მომცე? მოკლედ რამოდენმე უფრო სერიოზული მანქანის მისამართი მაქვს. გიხვეწები ამ მანქანები მომიყვანეთ ეს მილიარდი შენი იყოს. რა ჭკვიანი ხარ და მე რო ვიშოვი ის მანქანები და მე თვითონ დავიტოვო და გავყიდო? ჯერ ერთი შენ კლიენტები არ ყავს. მე მეორეს წადი მიდი აბა იშოვე. მე კოორდინატები მაქვს. და რო გაყირავო? ვერ მაყირავ, იმიტომ რომ შენ ხშირად მომაქვს საქმეები. საინტერესოა. მოკლედ დამთანხმდი და აუდიტორია გამოიწერ შენს არხზე. ეს არხიცავა 300,000 გაუძლებს და ყველა დააჭერს subscribe ღილაკს. თუ ყველა დააჭერს subscribe ღილაკს და დაალაიქეთ ამ ვიდეოს, პრინციპში ამ შეთავაზებაზე დათანხმება ღირს. ხალხო, გეხვეწებით, ეხლა ავიყვოთ ეს 20,000 ლაიქს, დააჭერეთ subscribe ღილაკს და მე ფრანკლის ძალიან მაგარ დავალებებს მიუტან უახლოეს მომავალში. ეგ არის, გონი შევთანხმდით. მოკლედ, ყველა მანქანა არის ძალიან საფუძველი, ძალიან სერიოზული. მომიყვანეთ თითოეული მანქანი, აქ დააყენე და ამ ფონს საბოლოოდ მე შენ ჩაგერცხა. შევთანხმდით. აბა შენიც. ოკეი, მოდი ახლა პირველ რიგში წავიდეთ ჩემს მეგობართან, რომელსაც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ქვია CG. ანუ CG ხო Black Mamba-დან ისიც, მაგრამ აქაც CG-ია, უბრალოდ აქ სხვანაირი CG რა, Black Mamba-სთან არანაირი შეხება არ გვაქვს. უბრალოდ გადავწყვეტ CG-სთან ერთად მსგავსი ვიდეოებიც გადავიღო ხოლმე და პირველივე ვიდეოში საკმაოდ კარგი შანსი ჩაგვივარდა, რომ მილიარდი დოლარი გვეშოვა საკმაოდ მარტივად. CG როგორ ხარ? კარგად, ჩემი კაი, დავად როგორ ახარ? კარგად, მისმინე რაღაც საქმე აქვს მილიარდ დოლარად წამოხვალ? წამოვალ? მოდი აბა ერთემთან. ნუ პრინციპში CG-ს ახლა ფული ვუხსენოთ და ვაუ, ამას შეხედე რა, კაი მანქანა ყავს თო? ჩემი ძმა, შენს პეპოს ვინაცვალე, როგორ ახარ? კარგად, მოკლედ ეს არის CG-ს აქაური იმიჯი რა. რა აქაური ბიჭო, სხვა CG ისის ვინმე? ჩვენ ვიცით ვაფშე სხვანაირი CG-ც, მაგრამ რა ხდება ბარა მილიარდიანი თემა? ბიჭო, ოქროს მანქანები გვაქვს მოსაპარი რა. დავაი წავედით მაშინ. ნახევარზე, ოკეი? ბაზარი არ არის, როგორც მე იყო პენიზე გავიყუჭვით, მაგრამ ისოდე ვიდეო 10,000 ლაიქზე უნდა ავიდეს, რომ მე კიდე გამოვშე სხვაგან. აუ, არ იდერდო მაგას მეგობრებო, დაალაიქეთ ვიდეო. კაი, აბა ვისი ბიბო უნდა გავათხოვო? რა კაცია, მოდი დაჯერეთ შენი მანქანი წავიდეთ და ოქროს მანქანა არა, მაგრამ ოქროს დისკებიანი მარშრუტკა გიყავს. ეხუმრე და რა განგსტერულია ისი? ხედავ, ნუ მაგარი განგსტერული მანქანა ყავს ეხა CG-ს. ვახ, მომენატრა ესეთი ეპიზოდები და იმედი მაქვს მართლა აქტიობა იქნება თქვენგან, რომ კიდე გავაგზავნო და გავაგზავნო მსგავსი ვიდეოების დადება. ესა და ვართ? პირველი მანქანის ლოკაციას მიჩვენებს ჩაინათაუნში. ეხა ზიკრი ან რაღაც ეგეთი უნდა ვიშოვოთ? ან ზიკრი, ან Xiaomi, რა ვიცი, რა იქნება. შემეშვით. ჩემი მანქანა აქვე დავტოვოთ პრინციპში. კაი, მოდი შენი მანქანა პარკინგზე დავტოვოთ, რო რამე და შენამდე კვალი არ მოვიდეს რა. წამოაბა ერთი შევიდით, ნავახიოთ მანქანა. ოკეი, შემოვედით აქ ჯერჯერობით არაფერი არ ჩანს, ვითომ უბრალოდ ვათვალიერებთ აქეთ რაღაცებს და მიცადე ვერ დავპივარ ამ სიგარეტის მოწევის განუკეთებები აღარ მივარგა. ხო და გეუბნები ძმა, ვარ მოწეო, მეგობრებო, სიგარეტი არ ყავს უდი რაღაც. ცხოვრებაში არ მომიწევია მე პირადად სხვათა შორის. აი წინ დგას. აჰა, აქ დგას რაღაც ჩინური მანქანა, როგორც ჩანს, რომელიც მიღადაობის სულად მოოქროვილია ტო. აუ, რა ძერსკია. ამას შეხედეთ რა ლამაზია. ბიჭებო, მოგწონთ მანქანა? კაია, მაგრამ გადი თუ შეიძლება აქედან. ვათვალიერებ, ძიაკაცო, რა იყო თქვენია? რა ძიაკაცო ბიჭო, ვერ გაიგე? გადით აქედან. ჯიკი ჩანიკაცი, ხوارგინა მოგეკითხო, ჩინელი ბებია, ჰა? შენს ბიჭო ბებია ჩემზე რა თქვი? ისეთი არაფერი ჩემო ჯიკი ჩანოს მაგაცო. დავაი დაჯე. ჩინელების ბლატაობა მაგლა კიდე, მაგრამ საყურა კაი მანქანა. წავედით, მოხიეთ რა შეიძლება მალე აქედან და ესე პირველი ოქროს მანქანა გამოვიყვანეთ, რომელიც მართლა ოქროსია ბიჭო მგონი. აბა მილიარდს ისევი გადაგვიხდიდა. კაი, წავედით, მოდი აქ შემოვტეხო ესე ლამაზად. ვახ, მაგრამ მომნატრებია ესეთი ეპიზოდები გამატარეთ. ასე წამოვიდეთ, ორარსკვლავიანი პოლიცია ყოს ესე პრინციპში. ჩინელების სიკვდილი მაინც არ არის როგორც ჩანს ამ თავრობისთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთ ვარსკვლავზე აგვიკიდა პოლიცია და ისიც უკვე მოგვსილდა. ოკეი, მოვიყვანოთ ეს ჩვენი პირველი მანქანა და ნუ სიმიონის რა თქმა უნდა აქ დგას როგორც ყოველთვის. ეს ვინ არის? მე ვარ ძმო ბებიების მთავარი გულშემატკივარი ადამიანი CG. ასაგებია, გეხმარება? მეხმარება და ეს არის მოკლედ პირველი მანქანა რა. ყველაზე ადულზე წასულხართ. დანარჩენი ჯერ კიდევ წინ გქონთ, ალბათ თქვენ იცით. ყველაფერს გავუმკლავდებით, წამო. უკან ჩავждები ცოტა ხანი დავისვინებ. და მომდენო მანქანა არც მეტი, არც ნაკლები არის ჯარის ბაზაზე.
აუ, ღადაობ. არ ვღადაობ და ლოკაცია კი მაგ ჩაგდებული. ამიტომ ჯობია რომ პირდაპირ შევარდით და გამოვიყვანოთ, თორე ისე აზრი არა აქვს, შევედით. კაი. 1 2 და მომემზადოთ ტანკებისთვის წავიდა. პოლიცია რატო არ მეკიდა? რა არა გეკიდა ვერ ხედავ მოგწევენ. ზაფხული დადგა და CS:GO ფაზზე რა თქმა უნდა გაუდება ძალიან მაგარი ფასდაკლება თითქმის ყველა кейსზე, ამიტომ ვისაც кейს ოფენინგი გიყვართ და გინდათ კაუნტერის საუკეთესო სკინები, შედით ამ საიტზე, გახსენით кейსები და მიიღეთ ყველაზე მაგარი სკინები ყველაზე მაგარ ფასად. ეხლა გვიკიდა აგეროთ ხორცკლავზე. ტანკი 1 წამი. დროზე მიდი გიხვეწები რა, აგერ აჩვენებს წინ ლოკაციას. მოდი ამათ პირდაპირ მოვიცილებ არემ 1 2 და 3. წავიდა. საღო. და აქ უნდა იყოს სადღაც ოქროს მანქანა. აუ დაგვიშვეს ხადაობ, აი აგერ. მას ამოვეფარები ეს და მეღადაობი? ოქროს კიონიგსეგი ჯესკოთან. დაჯე მალე. ვახ ეს რა მაგარი რამეა? წავედით ეხლა რა შეიძლება მალე გავიდეთ აქედან. სადმე ვერ ახვდები ესე? ესე ვერ გადახვდები ნეტა? მიდი რა სადმე მოვცილდეთ ამათ. ვერა. შორს მაინც ვერ გადავხვდი, მაგრამ არა უშავს. ცოტა გზა მოვჭერით. გამოვედი, ესე ლამაზად თავარია ტანკის ტყვია არ მოგხდეს, მაგრამ მეღადაობი ეს სხვა ადგილია თო. კაი, ოპა, ტანკი 1 წამს ტანკი არ გვაწყობს. აქედან ამან არ გვესროლოს. ალყაში ვარ. კაი, ხა სადაც ოქროსია, იქ ბრუნირებულიც იქნება, ხო იცი და ტანკის ტყვია. ოპა, აუქცდა კიდევ ერთი. კიდე აუქცდა, კაი ჯანდაბას. ეხა აღარ აუქცება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ აუქცდა ხო არ გადაობ. საიდან გავიდი? ოპა, დამბომბეს ბიჭო, ხო არ გადაობ. ეს ხო არ გადაობ კიდე რა ავიჩემე, დროზე გავიდი აქედან. მიდი, მეორე ტანკი იქიდან მიდის, აქედან არ არის გასასვლელი, it's okay. აუ, მე გადავები, სად? ოპა, აქედანაც ტანკი. კაი, ისე იქიდან გავიდეთ, საიდან შემოვედით მაშინ. მიდი რა გეხოწები, არ მიმტყუნო მანქანავ. რამდენი ხანია ესეთი ექსტრემალური ეპიზოდი არ გადამიღია და დროზე წავედით. ბიჭო, რამდენი ბომბი აქვს? ხო არ გადაობ და ეს ხო არ გადაობ, აღარ უნდა თქოს, ბოლო ხო არ გადაობ იყო. წავიდა, გამატარე ძმაო, გამატარე. ეგარი. ეხა კიდე ხო არ გადაობ, უნდა მეთქო, მაგრამ ეგარი. ეხა ნახე, ეგარის დავიწყებ. ბიჭო, რაც გინდა ის კი ოქროს მანქანა მოიპარე ჯარის ბაზისგან. წამოვედით ეხლა აი ესე. რა თქმა უნდა, ძალიან მარტივად. მარტივად არა, მაგრამ ისე გამოვედით, რომ ყოველ შემთხვევაში ტანკის ტყვია არ მოგხვედრია და თვითმფრინავ ვერ დამეცეს თავშტო. რა ვიცი ხა, დაწერთ კომენტარებში თქვენაც რამდენად მარტივი იყო ამ მანქანის მოპარვა, მაგრამ აი მოპარვის რა გითხრათ, გაქცევა უფრო ძნელია რა. ვიზავთ რამეს მიდი? მატარეთ ბიჭებო, ეს მანქანა ამ გზაზე კი მეწოდება, მაგრამ არა უშავს. ტყეში გავიხიზნები ეხლა ვითომ. დათა თუთაშხია ვარ და წავიდა. ოპა, ფრთხილად, ეგარი. გადავჭით. ჩამოვედით, ისევ ტყეში უნდა ავიდეთ, იმიტომ რომ ცენტრალურ გზაზე სიარულს აზრი არ აქვს. ბიჭო, აციმსიმდნენ თო? არა, ზედაგზიდან ჩამოდის პოლიცია. მაგრამ აქედან შეგვიძლია რომ ამას ავუქციოთ ზურგი. ბიჭო, აციმსიმდნენ თო? ბიჭო, მგონი ვერ ვხედავ, მე ჩაგვიარეს, და ჩაგვიარეს მეღადაობით? კიდევ კაი რომ ტყეში შემოვედით, იმიტომ რომ კვალი აებნათ ნაძობში ვეღარ ვხედავდნენ და პოლიციაც მოგცილდა. ესეც საკმაოდ მარტივად. მაგრამ მაგარი მანქანა ძმაო აღიაროთ, ერთი ჩავაჭიროთ. გიჟია რა. ზანჩქარი არა, ალბათ ეხლა გასააქტიურებული აქვს პროგრამულად რაღაცეები, ხო იცით ეხლა ეს მანქანებს მაინც შეზღუდვა აქვს, მაგრამ რაში მაინტერესებს დროზე უნდა მივიყვანოთ დანიშნულების ადგილას. და ესეც მშვიდობით მოვედით ჩვენს სახლთან, სადაც არც პატრულია და არც არავინ. აბა რა სიტყვის სიმიონ? რას სვალები ხართ ბიჭებო? მაგარი ვიოფლიანი ჯარის ბაზაზე იყო ეს. მაგიტო ვიხდი მე $1,000,000 თორე. ესე კი არა ვარ. წადი ბიჭებო, მომდენო მანქანა უფრო გაგაკვირო დარწმუნებული ვარ. რა არა, კი მარა ესეთი, მარა წავედით სიჯი. მომენტ ეს მანქანა ჩაოლებრივ დასახლებაში აყენეო, უბრალოდ რა უნდა გამაკვიროს? გიჟი აქ სიმიონი არიცი? კაი, მივიდეთ აქ წინ, სადაც დაცვა, ეს არ მოგწონს. აუ, დაცვით არის ეს სახლის სავსეტო. ალბათ ამ უნდა გავაკვიროს, მაგრამ ჯარის ბაზისგან გამოვიყვანეთ რაღაც. გამარჯობათ. საერთოდ ხარ ჩიჟერდით? მოწვეული სტუმრები ვართ ფარცე. სახელი? სეჯი და ფრანკლინი, ჩემბოზმაო. სიაში რომ არა ხარ? ნახე, მომანტ კარგად როგორ არა ამ ბიჭების მაკაცი ვარ რა. არ ხარ ძმაო სიაში გაეთაკიდან. მოგეკითხავ ბებია სიაში როგორ არა ვარ თო? არ ხარ ძმაო. კაი, გავანებოთ თავი აქ ხაიჭობს და რაღაცებს გამოვიწევს, წამოსიჯი იქიდან როგორღაც ამოვიპარებით რა. კიდგას დაცვა, მაგრამ არა ბიჭო, აქითაც დაცვა დგას თო. ეს რო აქ მივაყუმბაროთ, მაგრამ თვითონ ის მანქანას ადგას. აქნე ვერ გადავხვდებით? აბა მიდი გადავხვდები? კი გადავხვდებით, ის დაცვა აქეთ არის ყურება. ეგარი, ძალიან კაი, მარტივად. ეგარი, მიდი შედი. ეს შემოვედით, აქ ხა ჩაოლებრივ შეგვიძლია ვიაროთ. ფართი აქვთ რა მოწყობილი. აქეთ რაღაცებს აკეთებენ, რომელიც არაფერში არ გვაინტერესებს, უფრო პარკინგის მხარე მინდა მე და ესეც ჩვენი როგორც ჩანს სამიზნე მანქანა. მაგარი არა, ხელოვნების ნიმუში რა. მეგუბა რო ის მართლა ოქროსია? სულ მოოქროვილია ძმაო, სულ ძვირესი ოქრო არის შიგნით ჩადებული და ძალიან სერიოზული არის რა. ისე ლომბარდში რამდენად წაიღებენ ამას? ხუმრობს მაო, რა უნდა ამას ლომბარდში პირდაპირ შეიხებზე. ძალიან კაი. დაჯესიჯი? ეგ არის პოლიციაც აგვეკიდა, მაგრამ დაცვას გაიქცა, მეღადავები?
დაცვა ცალკე გარბის, ხალხი სარკე გარბის. აზმაო დაცვა. დაგვაცოვინონ ჩვენი სახლი არ ჯობია. ეს რა დაცვაა ბიჭო? არ ვიცი, რა ვიცი, თავის ჭკვით იცავენ ალბათ რაღაცას გამატარეთ. წინ უმირგებით ბიჭო. ორ ვარსკვლავიანი პოლიცია კი აგვეკიდა, მაგრამ აქიდან ახლა მაინც ჩემს უბანში ვარ, ვაინულზე და მოკლეზე ავალ პირდაპირ რა. ესეც იგივე მანქანა არ არის? ხო, მაგრამ მოდელებში განსხვავება რა, თორემ მარკა იგივეა. გამატარეთ. არა, აქ გადახდომა პრინციპში არ გვაწყობს, აქეთ უნდა შევიდეთ. ესე. მომენატრე ისე მანქანების შეგროვებადო. მომდენო ვიდეოში დაწერეთ როგორი მანქანები შევაგროვოთ ჯეტი ახუჩი. თან სიმეონმა მომდენო მანქანაზე უფრო სიურპრიზი გელითო და ყველაზე მარტივად გონიეს გამოვიყვანეთ. კი დაცვა და ხალხი იყო, მაგრამ ვაი ეგეთ დაცვას ხალხზე წინ ეგარბოდა. რა კაია თან ამ უბანში რო არის, ვერავინ ვერ ხედავს პოლიციას ეგავები ვარ, ჩიდა ქუჩები ძალიან კარგად ვიცით, სანამ სახამდე მოვალ ეს ორვარსკვლავიანი პოლიცია მარტივად მომცილდება და პრინციპში კი მოვედი აქ უკვე ჩემს სახლთან და არ მოგცილებია ჯერ. მაგრამ მოგცილდა, გითხარით სანამ სახლში მივოთ, მანამდე პოლიცია მოგცილდება თქო. ოკეი, ავიყვანოთ ახლა ეს ბოლო მანქანაც თავის ადგილას და ეს აი single player-ში რო ეს მანქანები თავისი ჩდება ჩემი უკან, ეგ არ მივასება რა, დავაყენებ მოდი ამასაც აი აქ. ეგ არის. ერთი ამას ვკითხო ამ მანქანაზე რა. სიმეონ, ეს არის რომ უფრო ძნელი იქნება მაგის მოპარვაო? ჩვენ სახლში მისულყავთ. აი მომდენო მანქანა ნახეთ, აბა ერთი როგორი მოსაპარე იქნება და ფრთხილად იყავით. პარაშუტები გააქვთ? პარაშუტი რაში მინდა? რომ მიხოთ ნახოთ. წავიდით კი მაქვს, მაგრამ მგონი არამეში გავუმატგეს. და მომდენო მანქანა არის მეიზ ბანკში? რა? მანქანა არის მეიზ ბანკში ერთი წამი. სიმეონ, ეს ლოკაცია სწორად ჩამიგდე? სწორად ჩაგიგდე, სწორად. ხო გითხარი, ადული არ იქნება მაგის მოპარვად. ბანკის ეგ ოქროს მანქანა სახლში უყენია. რა? თან 42 სართულზეა. და რანაირად უნდა ჩამოვიტანოდო? ფორსახს არ გეკმონებია, წარმოდები. არ თქვა? წამოჯერ მანქანა ვნახოთ. ეხა არ მინდა უბრალოდ წარმოდგენა იმის, რომ 42 სართულიდან მანქანით უნდა გადმოხდეთ, მაგრამ ოკეი, ავიდეთ. ეს სად დავა? გამარჯობათ. საღამოს საათები უკვე დაგეტილია ბანკი. ვახ, ჩემი ერთ წამს. არ გაჭრა. სიჯი ეს როლი რა, სიჯი. თქვენ აქ საიდან მოხვედით? კადიდაკიდან, წარწოვენ, დაცვა, პოლიცია გამოიძახეთ. ეგ არის, სიჯი წამოდროზე. შედი მიდი. და ესეც ოქროს მანქანა, რომლითაც უნდა გადავხდეთ აქედან? არა. კი, სიჯი ამას ლიფტთან ვერ გავიტან, თუ ეჭველი აქ ერთმანეთს შემოიყვანეს და დაჯეთან სისწრაფესაც ვერ ავიღებთ აქედან, ამიტომ ჰაერში მოგვიწევს ამის დამორჩილება. რასაკეთებ, თუ გაგიჟდი? დაჯე სიჯი. ეს იქნება ეხლა წლის კადრი. მე არ დავჯდები. დაჯე მოგვიწევს დაჯდომა და ეხლა აქ ცოტა სისწრაფე უნდა ავიკრიფო, საიდან სამზარეულოდან და ეს უნდა გადავიდე, აუხად დავუბიჭო. აქ რითი ამოიყვანეს, კი მაგრამ ეს მანქანა. აქ ვერტფრენით და გვიტრაში შემოიყვანეს, მაგრამ კაი, ეს ვიდეო ნამდვილად იმსახურებს 10,000 ლაიქს და 1 2 და დაიცა, გეხუძები, ბანკრი. ისოდი რომ ზუსტად მომდე ჩემი ზაი. გეხოს რა, 3 წავიდა. არა! ვახ, ერთ წამს გაჩე და გადარჩი. ვახ, ჩემი კიდე კაი ბრონირებული იყო. დამემტრო ფეხები ეს რა ვქენით, ბიჭო? რა ვქენით და 42 სართულიდან გადმოხდით მანქანით ცხოვრებაში პირველად ჯეტი ახუჩი და ესეც ესე. მიღადაობი, რა მაგარი დავალებაში ვასრულეთ თო. უკაცრავად შემოძმაო. რა მანქანა ესა? Ferrari Stradale, ძალიან ძველი თან, მგონი 1913 წლის. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, $1 მილიარდ მივიღებთ ახლა საკმაოდ მარტივად. ესეც დავალებები არ შეიძლება Black Mamba-შიც მოგცეს ვიღაცა. ესეც ესე. საკმაოდ მარტივად არა, უკვე საკმაოდ ძნელად მოვიყვანეთ. ვახ, პოლიცია თო, კიდე გაჩვენ არ მოხდეთ. აბა როგორი იყო? ძალიან მაგარი ძმაო. მოკლედ ყოშახთ ბიჭებო. ვიდეო ვერ მოაგროვალე იქები და რაღაცები მაინც, მაგრამ ჩემგან $1 მილიარდი. და დაწერეთ კომენტარებში მომდენო ვიდეოში როგორი მანქანები შევაგროვოთ და მაინც დააჭირეთ subscribe და like-ი.